შემთხვევებში, როცა ჩვენ საუბრობთ ახლა ესეთი ძალიან მძიმე შემთხვევები, როცა დარღვევები უფლებების გადის აი ამ ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, მათ ღირსებაზე გადის, მგონია საკითხი საერთოდ იხსნება დღის წესრიგიდან. ეს არის საუბარი ამ შემთხვევაში, როცა რაღაცა ბალანსი უნდა დავიცვათ დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის და სახელმწიფო და მათ შორის ახალი ხელისუფლება საუბრობს აი ამ ბალანსის მექანიზმებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერანაირ ბალანსს ვერ დავიცავთ, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა და მისი ღირსება და მან უნდა დაადგინოს ისეთი სტანდარტები და პირობები, რომელიც ამას უზრუნველყოფს. ბუნებრივია, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია სახელმწიფო მისაუბროს, რომ ის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს. ეს პრობლემა არსებობდა წინა სამთავრობო გუნდის პირობებში და ახალმა კოდექსმა ეს სრულიად ახალი მიდგომები, რომელიც აი ამ ადამიანების უფლებებზე გაიარა, დაამკვიდრა, თუმცა ახალ სამთავრობო გუნდს ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა ეს შეცვალოს და ის ცვლილებები, რომელიც შევიდა შრომის კოდექსში, კი ბატონო, იყო ნორმალური პაკეტი, მისი აღსრულების საკითხი არის ეჭქვეშ და რამდენად ეფექტურია ეს კიდევ ცალკე თემაა, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ახალ შრომის კოდექსს არ გაუთვალისწინებია, თუმცა ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო პრობლემა შრომის კოდექსში. ამიტომ მნიშვნელოვანია ახლა რომ სახელმწიფომ გაიაზროს ეს პრობლემა და შექმნას არაუბრალოდ მექანიზმი, არამედ ეფექტური მექანიზმი, რომელიც რეალურ მონიტორინგს გააკეთებს და საწარმოს დაუდგენს პირობებს და შემდეგ აიძულებს, რომ ეს პირობები შეასრულოს და ადამიანებს ექნებათ საშუალება შევიდნენ მაღაროში, ისინი ისედაც რისკავენ სიცოცხლეს, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივად მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტი და რა თქმა უნდა რისკებისგან ისინი არ არიან დასხეული, აქ არის საუბარი იმაზე, რომ გონივრულად დაისხოს ეს რისკები. და ძალიან მოკლედ მე გავხსენებ 2013 წლის შემთხვევას, ბატონი ირაკლი საუბრობდა ამაზე, ითხვისის მაღაროში მომხდარი შემთხვევა, როცა ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი დაშავდა. ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორი უპასუხისმგებლობით ექცევა საწარმო მაღაროში მყოფ ადამიანებს, მათ მიეცათ დავალება, გაეთხარათ, ასე ვთქვათ, გაეთავისუფლებინათ 27 მონაკვეთი, ასე ქვია ამ მონაკვეთს მაღაროში, რომელიც დახურული იყო წლების მანძილზე და რომლის მიღმა აღმოჩნდა ტბა უბრალოდ და საწარმოს არ ჩაუტარებია არანაირი ექსპერტიზა იმის თაობაზე, რა რაოდენობის წყალი იყო და იყო თუ არა წყალი მის მიღმა და მე რა უნდა ეკნათ ამ წყლის გამოჟანვის შემთხვევაში და ეს ადამიანები უბრალოდ დაიხრჩნენ წყალში, იმდენად ბევრი იყო ეს რაოდენობა წყლის. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ექცევა საწარმო ადამიანებს და როგორ უყურებს ზოგადად ამ პრობლემებს სახელმწიფო. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის და ეს პაკეტი საკანონმდებლო ძალიან სერიოზული, ეფექტური და მნიშვნელოვანი ძალიან მალე მოახდინოს მისი ინიციატივა, რადგან ეს გადის ამ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობაზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მირიამ, თუ გნებავთ. ბატონ მირიამ, თქვენ შეგიძლიათ